ამ წუთებში ახლო აღმოსავლეთში მორიგი ესკალაცია მიმდინარეობს. ამერიკული სამხედრო გემი, რომელიც არმუზის სრუტის გავლას აპირებდა, ირანულმა ძალებმა ჯასკის პორტთან ახლოს ცეცხლი გაუხსნეს. ირანმა ამერიკულ გემზე რაკეტები გაუშვა და გააფრთხილა, რომ ამერიკელებს ჩაძიროს. ამავე დროს აშშ-ის არმიის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ორი ამერიკული დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი დღეს მაინც გადაკვეთა არმუზის სრუტე. მაშინ როცა აშშ-ის საზღვაო ძალების სარაკეტო ესმინეცები პერსიის ყურეში იმყოფებიან. ამასობაში ნავთობის ფასები კვლავ გაიზარდა, რადგან ბაზარი ელოდება აშშ-ის პასუხს ირანის სარაკეტო თავდასხმაზე მათ გემზე. გარდა ამისა, იუწყებიან, რომ ირანმა დღეს გაერთიანებულ არაბთა ემირატებს 4 რაკეტითა და დრონებით შეუტია. 3 რაკეტა წარმატებით ჩამოაგდეს ემირატების ტერიტორიულ წყლებში, ხოლო კიდევ ერთი ჩამოვარდა в море. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ ამ გამოშვებას დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ეხლა კი დავიწყოთ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებმა დაიწყეს უცხო ქვეყნების გემების გატარება ჰორმუზის სრუტეში. მან გააფრთხილა, რომ თუ ირანი შეეცდება ამ პროცესის ჩაშლას, ამერიკელი სამხედროები ძალას გამოირენებენ. ნაბიჯი, რომელსაც ტრამპმა პროექტი თავისუფლება უწოდა, არის მისი ადმინისტრაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. რათა ხელახლა გაიხსნას ეს მნიშვნელოვანი სრუტე მას შემდეგ, რაც ირანმა იგი ომის დასაწყისში დახურა. ფაქტობრივად აშშ-ი დაპირდა, რომ სამხედრო გემებით გააცილებდა ხომალდებს სრუტეში, მაგრამ პირველივე დღეს ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა. ირანულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ამერიკული სამხედრო გემი, რომელიც არმუზის სრუტის გავლას აპირებდა, დღეს ირანულმა ძალებმა ჯასკის პორტთან ახლოს ცეცხლი გაუხსნეს. ამას იუწყება ირანული საინფორმაციო სააგენტო ფარსი. ამავე დროს თეირანში მაღალჩინოსანმა სააგენტო როიტერს განუცხადა, რომ ირანულმა ძალებმა ამერიკულ გემს გამაფრთხილებელი გასროვა გაუკეთეს, რათა სრუტეში არ შესულიყო. თუმცა დაზიანება მიადგა თუ არა გემს, უცნობია. ამავე დროს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკული გემი რაკეტებით დაზიანდა. თუმცა თავად სროლის ფაქტი არ უარყვია. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის სამხედრო ფლოტმა აშშ-ის გემების არმუზის რაიონში შესვლა აღკვეთა. სააგენტო ტასნიმმა გაავრცელა უცნობი ოფიციალური წყაროს განცხადება, რომ თეირანი მზად არის არა მხოლოდ ცეცხლი გაუხსნას აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებს, არამედ საჭიროების შემთხვევაში სხვა სცენარებიც აამოქმედოს. ამ ფონზე არაბთა გაერთიანებული საამიროებიც დღეს კვლავ ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ. იყო თითქოს და ზავი, მაგრამ დღეს ირანმა კვლავ 4 რაკეტა გაუშვა ემირატების ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ემირატებმა ირანი დაადანაშაულეს უპილოტო აპარატების გამოყენებით ცარიელ ნავთობის ტანკერ ბარაკაზე თავდასხმაში, რომელიც ეკუთვნის აბუ-დაბის სახელმწიფო ნავთობკომპანიას. იმ მომენტში, როდესაც ის ცდილობდა ჰორმუზის სრუტის გავლას. თეირანი კი წინასწარ აფრთხილებდა, რომ ამერიკულ გემებს არ ეცადათ ჰორმუზის სრუტეში შესვლა და არ დახმარებოდნენ ტანკერებსა და სავაჭრო გემებს მის გავლაში. ამავე დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ოპერაციის დაცხრება იმ გემების გასაცილებლად, რომლებიც სპარსეთის ყურეში აღმოჩნდნენ ჩაგედილები. შემდეგ მოხდა ციტატა. ჩვენ ვაცნობთ ქვეყნებს, რომ ჩვენი დაცვით გამოვიყვანთ მათ გემებს დაბლოკილი წყლებიდან და რათა მათ თავისუფლად და სრულფასოვნად შეძლონ რეისების გაგრძელება. ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს 15,000 სამხედრო აზზე მეტი ერთეული, ავიაცია, გემები და უპილოტო აპარატები. ამ ოპერაციის მიზანია კომერციული გადაზიდვებისთვის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენა. ამასთან თავად ირანის ბლოკადა ძალაში რჩება. ასევე აღნიშნა, რომ ასობით სატვირთო გემი 20,000 მეზღვაურით ბორტზე უკვე 2 თვეა ყურეში დრეიფობს, რადგან არ აქვს შესაძლებლობა გაიარონ ჰორმუზის სრუტე, რომელიც ფაქტობრივად ირანის მიერ არის გადაკეტილი. ტრამპის განცხადების შემდეგ მალევე ერთ-ერთ ტანკერს ჰორმუზის სრუტეში რაკეტებით ესროლეს. ამის შესახებ ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამმართველომ განაცხადა. დავუმატებ, რომ ტანკერის ეკიპაჟის არც ერთი წევრი არ დაშავებულა. ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებზე პასუხად, ირანის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა მოითხოვა, რომ კომერციულმა გემებმა და ნავთობის ტანკერებმა თავი შეიკავონ ნებისმიერი გადაადგილებისგან თეირანთან კოორდინაციის გარეშე. ირანის გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა ალი აბდულაჰიმ განაცხადა, ციტატა:
ჩვენადა, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება მხოლოდ ჩვენს ხელშია და გემების უსაფრთხო გადაადგილება უნდა შეთანხმდეს მხოლოდ ჩვენს შეიარაღებულ ძალებთან. ვაფრთხილებ, რომ ნებისმიერი უცხო ქვეყნის სამხედრო, განსაკუთრებით აგრესიული ამერიკის არმია დაექვემდებარება თავდასხმას, თუ ისინი შეეცდებიან მიუახლოვდნენ და შევიდნენ ჰორმუზის სრუტეში. მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე აქვს პირველი წარმატებები. ამერიკის არმიის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ 2 ამერიკული დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი დღეს ჰორმუზის სრუტეს გადაკვეთა. მაშინ როცა ამერიკის საზღვაო ძალების სარაკეტო ესმინეცები იმყოფებოდნენ სპარსეთის ყურეში. თუმცა ნავთობის ფასები მაშინვე გაიზარდა ორშაბათს. ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების არარსებობის პირობებში. და მიუხედავად იმისა, რომ აშშ აცხადებს ისინი დაეხმარებიან სპარსეთის ყურეში დაბლოკილი გემების ჰორმუზის სრუტის გავლით გატარებაში, ბრენტის ნავთობის ფიუჩერსები თითქმის ერთ დღეში გაიზარდა და მიაღწია $110 ბარელზე, ხოლო WTI-ის ფასი $103-მდე გაიზარდა. მაგრამ დღევანდელი ამბების შემდეგ ფასები პროგნოზირებადაც შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. მით უმეტეს, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსმა გამოაქვეყნა ჰორმუზის სრუტის ახალი რუკა, სადაც წყლის გზა სრულად ირანის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშაა ნაჩვენები. თავის მხრივ აშშ საზღვაო ფლოტი მაინც ცდილობს სრუტეში შესვლას და გემების თავდასხმებისგან დაცვას. თუმცა ჯერ ვერ ითქმის, რომ რომელიმე მხარე ამ დაპირისპირებაში იმარჯვებს. ამიტომ სანამ არ იქნება მკაფიო და სტაბილური გადაწყვეტილება, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლით ნორმალური მიწოდების აღდგენას უზრუნველყოფს, ნავთობის ფასები სავარაუდოდ მაღალი დარჩება, ხოლო რისკები კვლავ ფასების ზრდისკენ იქნება გადახრილი. ამასობაში ნავთობის მწარმოებელთა ქვეყნების ჯგუფმა OPEC-მა კვირას შეთანხმდა ნავთობის თობის მოპოვების კვოტების მცირე ზრდაზე ივნისში, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ზრდა ძირითადად ქაღალდზე დარჩება. ისევ და ისევ ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო. მოცულობა შეესაბამება მაისში მოპოვების ზრდას, გამოკლებით არაბთა გაერთიანებული საამიროების წილისა, რომელიც 1 მაისს გამოვიდა კარტელიდან, ასე რომ რეალურად პროგრესი აქ არ არის. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ მოწონების დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.